დღეს ვისაუბრებთ გარდატეხის ასაკზე, მოზარდობის კრიზისზე და იმაზე, თუ რა შეცდომებს უშვებენ მშობლები მოზარდებთან ურთიერთობისას. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ არხზე შევეცდები მარტივი და გასაგები ენით ვისაუბროთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ვსაუბრობთ ადამიანისთვის რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვან კრიზისზე. მშობლები ხშირად ჩივიან, ჩვენ შვილს 13-14 წელი შეუსრულდა და ის სხვა ადამიანი გახდა. და კი ეს გარდატეხის ასაკია გვესმის, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ. და ყოველთვის, როდესაც ამას ვისმენ, მინდება რომ ჩავწერო ძალიან გრძელი ვიდეო და მოვყვე ისეთ რამეებზე, რასაც იშვიათად აქცევენ ყურადღებას. მაგრამ რასაც მე ხშირად ვხედავ ჩემს საკუთარ პრაქტიკაში, რადგან ჩემი პრაქტიკის დიდი ნაწილი სწორედ მოზარდებთან მუშაობას ეთმობა. ამიტომ დღეს ვეცდები ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. იმისთვის, რომ გაუგოთ საკუთარ შვილს, მნიშვნელოვანია გაერკვეთ, რა არის მოზარდობის კრიზისი და რატომ არის ის საჭირო და მნიშვნელოვანი. ანუ ეს რაღაც ცუდი არ არის, ეს არის რაღაც აუცილებელი და პირიქით პოზიტიურიც. ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ ნებისმიერი კრიზისი ზრდისა და განვითარების ეტაპია. და მოკლედ, რა არის მოზარდობის კრიზისი? ბუნებრივი განვითარების ეტაპი, როცა ბავშვი ტრანსფორმირდება ზრდასრულად. ეს არის დროის მონაკვეთი, როდესაც მოზარდი ეძებს საკუთარ იდენტობას და ადგილს სამყაროში. თუ გაინტერესებთ ადამიანის ფსიქიკური განვითარების პერიოდები და ფაზები, შეგიძლიათ ჩემს არხზე მონახოთ შესაბამისი ვიდეო და უფრო კარგად გაეცნოთ ამ თემას. გარკვეულ ასაკამდე ბავშვი უსმენს მშობლებს, აფასებს მათ აზრს, მიიჩნევს მათ მნიშვნელოვნად, აიდეალურებს, მაგრამ თუ ადამიანი ასე მუდმივად ორიენტირებული იქნება მხოლოდ უფროსების აზრზე, მაშინ როგორ შეძლებს ის გახდეს დამოუკიდებელი და წარმოიდგინეთ დასრული ადამიანი 20-25 წლის, რომელიც სულ ორიენტირებულია მშობლების აზრზე და რჩევა დარიგებაზე და ყოველთვის ურეკავს და ეკითხება როგორ უნდა მოიქცეს. როგორი წარმოსადგენია? მოგეწონათ? ოკეი. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ადამიანის დამოუკიდებლად გადაქცევა, ბუნებამ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და არსებობს გარდამავალი პერიოდი, კრიზისი, რომლის დროსაც მოზარდი ყალიბდება პიროვნებად, ირჩევს გარემოცვას, იკვლევს საკუთარ სურვილებს, როგორია, რა სურს, ვინ არის. წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაცია, 11 წლის გოგონა მუდამ მშობლების რჩევას ითვალისწინებდა, რაც ჩაიცნებდა, ვისთან იმეგობრებდა, როგორ მოიქცეოდა სკოლაში. მაგრამ 13 ასაკში მან უცებ დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა. არ მინდა ესკაბა, მე თვითონ ვიცი რა ჩავიცვა, არ მაინტერესებს რას ფიქრობ ჩემს მეგობრებზე. ეს არაუბრალოდ ახირება და არა სიუხეშე, არამედ მაჩვენებელია, რომ ის ბავშვი აღარ არის და იზრდება. მოზარდობის კრიზისი მოიცავს სამ მთავარ ასპექტს. პირველი, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. მოზარდს სურს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობების აღება. მეორე, იდენტობის ძიება. მოზარდი ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის ის მშობლებისგან დამოუკიდებლად. მესამე, სოციალური როლების შეცვლა. უფროსებთან ურთიერთობა იცვლება თანასწორობისკენ, ხოლო თანატოლებთან ურთიერთობა ხდება უფრო მნიშვნელოვანი. ეს პროცესი აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვი გადაიქცეს დამოუკიდებელ ზრდასრულ ადამიანად, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება და ცხოვრებაში საკუთარი გზის არჩევა. და ერთადერთი, რაც აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა რომ ამას ხაზი გაუსვა, არის ის, რომ თუ მშობლებმა ბავშვი მშვენივრად გაზარდეს 11 წლის ასაკამდე, მაშინ, როდესაც გარდატეხის ასაკი იწყება, მათ უნდა გამოავლინონ ნდობა, რომ მოზარდს შეუძლია საკუთარი გზის არჩევა, გადაწყვეტილებების მიღება. თუ გაუჭირდება, აგრძნობინონ ამავდროულად, რომ მშობელი მის გვერდით არის და ყოველთვის დაეხმარება, რადგან დახმარების სათხოვნად მისვლა მოზარდს მშობელთან არ გაუჭირდეს. მოკლედ, მოზარდის ესეთი შეცვლა და დამოუკიდებლობა მშობლებს ძალიან აშინებთ.
მათ უჩნდებათ დაძაბულება, შფოთვა, რომ რაღაცას კარგავენ და მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი თითქოს მოზარდს ეხება, რეალურად კრიზისი ეხება მთელს ოჯახს. ეს არ არის მოზარდის კრიზისი, ეს არის ოჯახური კრიზისი, რომელიც ეხება მშობლებს, ბავშვს და მათ შორის ურთიერთობას. მოზარდობის კრიზისი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ხშირად მშობლები მომართავენ და მეკითხებიან, მეუბნებიან, ბავშვმა შეწყვეტა მეცადინეობა, დაკარგა ინტერესი ჩვეული რაღაცების მიმართ. ადრე რაღაცებს აკეთებდა, ახლა კი აღარაფერი აღარ აინტერესებს. ეს არის კონტრასტი, რომელთანაც შეგუება ძალიან რთულია. და მშობლებს სურთ უჩნდებათ სრული დააბრუნონ ისეთი როგორიც იყო, მაგრამ ეს შეუძლებელია. შესაბამისად, საჭიროა ახალი ურთიერთობის აგება, რადგან მოზარდი იცვლება სწრაფად, მკვეთრად და სწორედ ამ სიმკვეთრეში და სისწრაფეშია ეს კონფლიქტის წყარო, რადგან ეს მოულოდნელია მშობლისთვის. და რატომ იცვლება მოზარდი? იმიტომ რომ ეს საჭიროა. ადრე მოზარდობის კრიზისი საერთოდ არ იყო შესამჩნევი, ხო? ბავშვები ადრე იწყებდნენ მუშაობას, ერთობოდნენ ცხოვრებაში, იღებდნენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობებს და მშობლები საკმაოდ ენდობოდნენ მათ და გადასვლა ხდებოდა ორგანულად, ანუ 10-12 წლის ასაკიდან ეუფლებოდნენ რაღაც ხელობას და 16 წლის ასაკში უკვე ზრდასრული ადამიანები იყვნენ და ოჯახს ქმნიდნენ. დღეს მოზარდი სწავლობს 18 წლამდე დამოკიდებულია მშობლებზე, ხოლო ძალები და მოთხოვნილებები უკვე ძალიან ბევრი აქვს. მათ შეუძლიათ და სურთ პასუხისმგებლობების აღება, მაგრამ არ აქვთ ამით საშუალება და ხანდახან მშობლებიც არ აძლევენ ამის საშუალებას, რადგან ისინი არ არიან მზად გაუშვან, ხოლო მოზარდი არ არის მზად დაემორჩილოს. და აქედან გამომდინარე გვაქვს უკვე კრიზისი და მინდა რომ ეს ძალიან კარგად გვესმოდეს. მოზარდმა იმისთვის რომ ჩამოყალიბოს საკუთარი მე, საჭიროა უარი თქვას სხვისაზე, ანუ მშობლების დადგენილებებზე, მათ მიზნებზე და მშობლების წარმოდგენებზე მათზე. მოზარდისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვინ ვარ მე. ეს ეგზისტენციალური კითხვაა. 5 წლის ასაკში ის პირველად კითხულობს რა არის სიკვდილი, 13 წლის ასაკში ვინ არის ის და რისთვის ცხოვრობს. ამიტომ მოზარდები ერთიანდებიან ჯგუფებში, იწყებენ უჩვეულო ტანსაცმლის ტარებას, იყენებენ საკუთარ სლენგს და ყველაფერი ეს თვითგამოხატვის საშუალებაა. მე ამ ჯგუფის ნაწილი ვარ. ეს უბრალოდ მოდა არ არის, ეს საკუთარი თავის ძიებაა. და ესეც აბსოლუტურად ნორმალურია. შეიძლება ხანდახან ეს უფროსებისთვის ძალიან უცნაურად და საშიშადაც გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ძიების პროცესია. მოზარდის ინტერესი აღარ არის უკვე სწავლა, არამედ კომუნიკაცია, სოციალური უნარების ათვისება, ხოლო სწავლა მეორეხარისხოვანი ხდება. ესეც ნორმალურია და კანონზომიერია, რადგან 12 წლამდე ბავშვები სწავლობენ სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლობენ კომუნიკაციას და საკუთარი თავის გამოხატვას, სოციალურ უნარჩვევებს. ამიტომ შესაძლოა მოზარდი ისე კარგად ვეღარ სწავლობდეს, როგორც ადრე. ან შესაძლოა ორივე საქმიანობას ბრწყინვალედ ართმევდეს თავს და ეს ძირითადად მაშინ ხდება, თუ ოჯახში მას გაგებით ეკიდებოდნენ და ეკიდებიან. მშობლები კითხულობენ, რატომ აღარ გვისმენს, რატომ არ ალაგებს, რატომ არ ესმის ჩვენი და მოზარდს მართლაც არ ეთისმის მათი. მისი ყურადღება სხვა რამეზეა მიმართული და ეს არ არის სიზარმაცე, ეს არის ახირება, ეს არის საკუთარი თავის ძიება. მან უნდა უპასუხოს საკუთარ თავს, ვინ ვარ მე, რა მსურს მე, რა არის ჩემი როლი და ეს ძალიან რთულია. აბა დაუსვით საკუთარ თავს იგივე კითხვები. შეიძლება ახლა აღარ ვუსვამდეთ საკუთარ თავს ამ კითხვას, იმიტომ რომ გვაშინებს, მაგრამ მოდი ვცადოთ, ვინ ხართ თქვენ, რა არის თქვენი ცხოვრებისეული როლი და რატომ გაჩნდით საერთოდ დედამიწაზე. მაგრამ დასრულებს კიდევ უფრო მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, მე ვარ დედა, ფსიქოანალიტიკოსი, მეგობარი, მოზარდს ჯერ არ აქვს ესეთი როლები. ამიტომ ის ეძებს საკუთარ თავს ჯგუფებში, მეგობრებში და ესე შემდეგ. და ის აწყდება შინაგან კონფლიქტსაც. ერთის მხრივ ზრდასრულობისკენ სწრაფვა, მეორეს მხრივ მშობლებთან სიახლოვის დაკარგვის შიში. ის უკვე აღარ არის ბავშვი, მაგრამ არც დასრულია. ხშირად მოზარდის სიტუაცია ძალიან პარადოქსულია. ერთის მხრივ მშობლები მოითხოვენ მეტ პასუხისმგებლობას, მაგრამ კვლავ აგრძელებენ კონტროლს. ძლიერს. მოზარდი ამბობს, მე არ მესმის ვინ ვარ, ჩემგან მოითხოვენ როგორც დასრულისგან, მაგრამ მიქცევიან როგორც ბავშვს. აი მაგალითად ეს ფრაზა, რაც არ უნდა გაიზარდო, შენ ჩემთვის ყოველთვის ბავშვი იქნები. მოდით შევწყვიტოთ ამ ფრაზის მოხმარება და ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან, რადგან ეს ადამიანს ძალიან აბნევს. ესე იბადება ორმაგი შინაგანი კონფლიქტი. მოზარდი ცდილობს გამოთავისუფლდეს, ხოლო მას აკავებენ.
მას სჭირდება სითბო, მაგრამ იღებს კონტროლს. შედეგად გაუცხოება და გაუგებრობა. ჩვეულებრივ ასეთ მომენტებში მშობლები ხშირად იწყებენ უარესის წარმოქმნას. ის გახდება ნარკომანი, თავს დაიღუპავს. რატომ? შესაძლოა ეს არის გაუგებრობის გახსნის მცდელობა შიშის მეშვეობით რაღაც შფოთვის გარაციონალურება. სადაც არ არის კონტროლი, შეჭდება შფოთვა და წარმოსახვა ძირითადად. მშობლები აქ უშვებენ ძალიან ბევრ შეცდომას, რადგან შთააგონებენ მოზარდს, რომ თუ მშობელს არ დაუჯერებენ, რაიმე ცუდს დაიმართებენ. ხშირად ემუქრებიან განარკომანებით ან იმით, რომ ვერასოდეს მიაღწევენ წარმატებას, ვერ შექმნიან ოჯახს, ვერ ჩააბარებენ გამოცდებს. ეს მუქარა არის დაუშვებელი, რადგან მოზარდს ისაც ეჭვი შეაქვს ამ პერიოდში საკუთარ შესაძლებლობებში. ისაც ძიებაში არ იცის ვინ არის, ეშინია რომ არაფერი არ გამოუვა და მშობლების ეს სიტყვები ძალიან დიდ ზიანს აყენებს მის თვითშეფასებას. იმდენად დიდს, რომ შეიძლება მომავალში არასრულფასოვნების ან არასაკმარისობის განცდა ჰქონდეს მუდმივად. დანაშაულის გზნობა ჩაიკეტონ საკუთარ თავში. და ასეთი ადამიანები უფრო მარტივად ხდებიან შემდეგ დამოკიდებულები რაღაცეებზე. ვიდრე თავდაჯერებული მოზარდები, რომლებიც მშობლებისგან ყურადღებას, მხარდაჭერას და სივრცეს იღებდნენ. პირად სივრცეს. თან ოჯახში ამ დროს იღრება ბალანსი. მშობლები ფოკუსირდებიან მხოლოდ მოზარდზე და ივიწყებენ ერთმანეთს. ეს აშორებს მათ როგორც წყვილს და მოზარდებიც გზნობენ ამას, რომ ისე რაღაც კარგად ვეღარ არის. და ესეც იწვევს მათში შფოთვას. კარგი იქნება ასეთ დროს, რომ მშობლები ყურადღებას ერთმანეთზე გადაიტანენ, ხოლო მოზარდს მისცემენ თავისუფლებას და თავისუფლების მიცემა არ უნდა აგვერიო უყურადღებობაში, რადგან უყურადღებობა ისეთივე დამღუპველია, როგორც კონტროლი. და ამ თემაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ მეორე ნაწილში. ასევე ხშირად მეკითხებიან, როგორ ვაიძულო მოზარდი დაალაგოს საკუთარი ოთახი. არ უნდა იცულოთ. ის აღნიშნავს საკუთარ ტერიტორიებს. ეს ჩემია. თუ მათ დააძალებთ, ის წინააღმდეგობას გაგიწევთ. თუ მისცემთ თავისუფლებას, თვითონ მოუნდება, მიხვდება, როდის არის საჭირო დალაგება, ან მეგობარი ეტყვის, შენთან ცუდი სუნია და ისე თვითონ გაარკვევს. მიეცით საშუალება თავად მიხვდეს რა არის საჭირო მისთვის და ნურას დროს შეხვალთ მის ოთახში დაუკაკუნებლად, ნურას დროს შეხვალთ მის ოთახში თუ ის სახლში არ არის. პატივი ეცით ახალგაზრდა ადამიანის პირად სივრცეს და ნუ და გავიწყდებათ, თუ თქვენ ბავშვობიდან შეაჩვიეთ ნივთების დალაგებას, თუ თქვენ თავად ხართ სუფთა და მოწესრიგებული ადამიანი და ამას უყურებთ და ეს მოთხოვნილება ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუჩნდება. მაგრამ როდესაც მეზარდობის პერიოდშია და გარდატეხის ასაკშია, ეს ოთახის დაულაგებლობა, ეს ქაოსი მისთვის რაღაც მნიშვნელობის მატარებელია. და ზოგადად, რაც მოზარდს ასწავლეთ 12 წლამდე, ის არ დაიკარგება და აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ანუ თქვენი მაქსიმუმი, თქვენ უნდა ჩადოთ 12 წლამდე, აი ეს კონტროლი, რჩევების მიცემა, დიდი კონტროლი გააჩნია კონტროლს, ხოლო 12 წლის შემდეგ უნდა იყოთ ყურადღებიანები, მომთბენები მათ გვერდით და გამოიჩინოთ მათ მიმართ მხარდაჭერა. მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი. თქვენ ისაც გიყვართ თქვენი შვილი, საჭიროა გაიგოთ რა ხდება. როდესაც მშობელი კონცენტრირდება მხოლოდ მოზარდზე, ის იწყებს გაქცევას, ხოლო მშობელი აძლიერებს დევნას, ის უფრო სწრაფად გარბის და ესე იქნება მანკიერი წრე. მაგრამ როდესაც მშობლები აქცევენ ყურადღებას საკუთარ თავს, საკუთარ ურთიერთობებს, ჩნდება ბალანსი. მოზარდს აქვს თავისუფლება და პასუხისმგებლობები, ხოლო მშობლებს სიმშვიდე. შეგიძლიათ ისაუბროთ ერთმანეთთან, როგორ ჩაიარა დღემ, თქვენმა დღემ როგორ ჩაიარა, მაგრამ კარგი იქნება თუ გექნებათ რაიმე საინტერესო მოსაყოლი მისთვის. ეს არის ჯანსაღი გამოსავალი. მოკლედ, მე ვიწყებ ვიდეოების ციკლს მოზარდებზე და მშობლების ურთიერთობაზე. როგორ დავეხმაროთ მათ და საკუთარ თავს და პირველ რიგში საკუთარ თავს თავარია რომ დაეხმაროთ, როგორც მშობელს და ადამიანს. მაშინ შეძლებთ იყოთ მათ გვერდით, როცა ეს მართლა სჭირდებათ. და იცით, შვილები არ გვაფასებენ ხოლმე იმის მიხედვით, როგორი მშობლები ვიქნებით, არამედ იმის მიხედვით, როგორი ადამიანები ვიქნებით. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი შეკითხვები და მეორე ნაწილში აუცილებლად გავცემ მათ პასუხს. ნახვამდის.